დილამშვიდობისა ყველას, აბა როგორ ხართ, აბა როგორ ბრძანდებით, აბა როგორ გიკითხოთ, ჩემო ძვირფასებო, ჩემო ტკბილებო, ჩემო კარგებო. მე ესე გავიშრობთ მა. დილიდან და გავიმზადოთ ყავა. დიდად არ მქონდა ხალხო ჭამის მრადა, ხო და? ამიტომ არ დავიკეთე ყავა. და მერე რა დავიბანდა რაღაცა, უფრო მომუნდება მეთქი ხვთებით. რა არის გაწასათხარ? აი მე გამოგაგდეს ოთახიდან. ოთახში იყო, ნენა იმათ ოთახში შედიან ხოლმე და იქ უყვართ ყოფნა. ეს ჩავიცოთ, მოიცავ ამასაც ჩავიცოთ. Around church. Ay, yes. Santarali balin, balin balin, nani nani, nani nani. Axat მას გავიშრობ, nani nani lali lali და ყავაც დავლიოთ. ხო? ძირფასებო. ქალს უნდა მოსწონდეს თავისი თავი. ამისთვის გოგოშკებო გააკეთეთ ყველაფერი. აი მე ჩემი თავიდან გამომდინარე ვამბობ, ყველაფერი იცლება. მთელი ცხოვრება იცლება. როცა შენ მოგწონს შენი თავი. როცა იმდენად ხშირით მაგაკ, მადლობა ღმერთო. რომ ორ ზახოთზე იშრობ. უკვე დავიღალე პირველ ზახოთზე და ახლა მეორე ზახოთზე დაველოდოთ. წარმოიდგინე პროსტა. აი ესე. Ay, asay. Davide ხა. ამიკეთოთ. კოფე. აბა, კისერთან სალამი. ჩემი ბუნდღათმები მომენატრა. წინაზე ხმით მოვისწორე და მომენატრა ჩემი ბუნდღათმა. აი, ეხლა მოვიდუღოთ. უნალექო. მოვიდუღოთ არა, ავადუღოთ, მოვიდუღოთ ნალექიან და ავადუღოთ უნალექო. აი ასე და მერე გავსინჯოთ. ჩემი გაკეთებული ნამწვარი ძალიან მაინტერესებს, როგორი იქნება გემოზე, იმიტომ რომ ეს ჯანსაღი ნამწვრები და რაღაცები. ნუ ზოგი ისე რა ხომე, ზოგი ასე, ზოგი არ ვარგა. ხოდა ძალიან მაინტერესებს ეგ როგორი იქნება და მე მოსატუღებელი ყავაც მინდა, ორ-ორნაირი ყავა მინდა. აი მოსატუღებელიც გავიქცე. გავიკეთოთ მოსატუღებელი ყავაც. ძვირფას და კარგი. გრამი და შაქარა 6 უნდა იყოს.
კატი. რომელშიც წევს მისი ქვიშა. თავი მტკივა, არ ვიცი რატო. აი ეს მტკივა, ესენი მტკივა, ეს მტკივა. ესე იგი რა ვიცი აბა. საღამოს სპეციალურად არ დავიბანე მაგის გამო. შუა დღისასაც საღამოსაც ფიქრობდი, მაგრამ არ დავიბანე, იმიტომ რომ გარეთ გასვლა რომ მინდოდა და რაღაცა. რომ მეთქი ისა. თავი არ ამტკივდეს და რა მეთქო. აუ, აი. ხოდამ. ის არა ქვია. Hai ciocchi, la tonte, dai. Allora, e fatto per essere che era più, io sono avuto con te. Sono fatto coffee, carighi, guarda cosa. Pončka შენ არ გაცვია. იმას იმხელა პუნდღა აცვია, აბა შენ სად გაცვია. მოდი ბონი, ბონი, შემოდი, მოდი. მოდი, ბონი. ბონი, მოდი. ბონი. უნდა იცოდე შენ მიმხარ და ის ვინ არის? ის არის კატა, რომელსაც აქვს უამრავი ბეწვი და შენ ხარ ჩიხუ, რომელსაც ზაფხულის კლიმატისთვის ხარ შექმნილი. ასე რომ იმასიდავ შენ. Nu mai kaçırıp tavuk garantiyamdır. May gargantiyam ne çaba çalışırsınız. Argamitçiydi. ოთხად გავჭრი. ჩემს ნამსხვრს. მე მგონი ევასაც მოუნდება. არა. ეგეთი ვერსია შემიძლია გავაკეთოთ თეთრით. ქოქოსის ფანტეთ და რაღაცა ტიპა რაფაელო რა. ჩა. ოპინი ხალხი ხალხი ფერის. ოკეი. Aulası daftara yolduysam masama çıkardısı. მოვიტან ჩემს გუშინ საღამოს გაკეთებულ ჯანსაღ ტკბილ და დაბალკალორიულ ნამცხვარს. რეცეტას დავწერე მას. აი მე არ შემიძლია რა საყვარლობა ხალხო ნახეთ. просто ნახეთ. ეს მთლიანი არის 474 კალორია. 100 გრამზე აქვს 130 კალორია. ნახეთ როგორი რბილია. ურბილესი. და ესე.
ეს ავიღოთ, ოღონდ უნდა ავწონო გენაცვალე. ზუსტად ტოლები არ არის და ისე ვერ შევჭამ, რომ არ ავწონო. იმიტომ რომ აქტიურად ვითვლი, ახლა ეგეთ ფაზაში ვარ. Baime, are გავგიჟდე 88 გრამი. ნუ აი აშიმილია. ხალებო პოზროფსონს გავს. ვაიმე. Oh my god. რა კარგია. ასე ნახე. ასე გრამი 130 კალორია. შაქარი ხო საერთოდ არ აქვს. ცხიმიც საერთოდ არ აქვს. ნუ ხაჭოს ცხიმი აქვს. ღმერთო ამის რეცეპტს აუცილებლად გადავიღებ და აუცილებლად გაგიზიარებთ. მე არ მიყვარს ხოლმე ეს ჯანსაღი ნამცხრები, იმიტომ რომ რაღაც ნიტოებია ხოლმე. მაგრამ ეს ზღაპრულია. ლეთან ძალიან მარტივად კეთდება. მიკროტალღოში ცხება ბისკვიტი 4 წუთში. ღამე დაკრემავ, დილას ნამცხვარი მზად გაქვს. რომელიც შენ ფიგურას არათუ არ დააზარალებს, არამედ წონაშიც დაიკრება მის ჭამით. ვისაც არაჟნის კრემები გიყვართ, იმათ მოგეწონება ძალიან. Oh my god. გემოთი. არაჟნის კრემიანს ოღონდ. ეს ნამდვილად ღირს გაკეთებათ. მოგუშავს რა მომიცია. Baby. Beminda. Baby lamai. რომელი ბარბია? ქალთევზა. ქალთევზა? ნახევარ ნამცხვარს რომ დილას დაუბაყუნებ რა. მე წონაშიც დაიკლებ. იტყვი რომ ჩემ ბერს ზაღლი ხებსო თუ არა? რა სიტყვით? გოგოებო გეპატიჟებით ახალ წლამდე მარათონში ჩვენსაში ვისაც გინდათ რამდენიმე კილოთი დაიკლოს და თან უმაგრესი ცოდნით შეიარაღდეთ რომელიც დაგეხმარებათ რომ ახალ წელსაც უზომოდ არ მოიმატოთ და პლუს ისეთ კაბაში ჩახვალთ როგორშიც ახლა ვერ ეტევით ევავ საუბრობდე და ხო იცი
ტელეფონი ვარდებოდა. ჩაერთეთ ჩვენს მარათონში. არ ვიცი პროსტა. ეს ხაპარია. ეს არის აუცილებლად. ახლა ჩავიწეროთ რამდენი გრამი ვჭამეთ. ამას დავარქმევ ჯანსაღ რობსონს. რადგან ძალიან მიყვარდა იქ ნამცხვარი ბავშვობაში. და ახლა გეტყვით რამდენი კალორია იყო. 224 კალორია იყო ნახევარი 224 კალორია იყო. ვაიმე. ვაიმე. ბონჩიკა სად იყავი და გარეთ იყავი? გარეთ არ გახვიდა? გოგოშკებო დავდებ ამის რეცეპტს თლიანს. აუცილებლად ყველას უნდა შეგეძლოთ ამის მომზადება, ისეთი გემრიელია. ნუ მეც არ მოეწონება. ვინც ეხა ძალიან ბევრ ტკბილეულზეა. შოკოლადებზე, ნამცხრებზე, სტანდარტულზე, ფენოვან ცომებზე. იმ ხალხს ალბათ არ მოეწონება, მაგრამ ვინც ცოტა ხანი დეფიციტზე ან რაიმე სახით იკლებს. რეცეპტორები იცვლება. მე ტკბილი ძალიან ტკბილი გეჩვენება, ცხიმიანი ძალიან ცხიმიანი. ანუ ეცაძრე ჩვეულებრივად გეჩვენებოდა. ეს შესაბამისად სხაპარია პროსტა. ესეთი კაი ბისკვიტი. მე არ ვიცი, სულ სველი ბისკვიტი გამოდიოდა ხოლმე. ცხიმი როცა არ აქვს და რაღაცა. არ მომწონდა. გაზღაპარი. ტორცაც გავაკეთებ ამიტომ. ვიტორტავებ ხოლმე. თეთრი ბისკვიტით. ამან არ მომთხოვა. თუ არ მომთხოვა არ მივცემ, იმიტომ რომ ესე იგი არ უნდა და ესე იგი არ შეჭამს და მე გააფრჩებს და იქ ეკეთება. თუ მომთხოვა აგერ დაჭრილი. მე დღეს მე მგონი აღარ მომინდება საერთოდ ნამცხვარი. და მე ხო იცით ნამცხვრის ტისე არ ვარ ისეთი რა. ანუ იმე რა გავსებს და განაყრებს, იმიტომ რომ ნახე ხაჭო აქვს, ორნაირი ხაჭო აქვს, ბერძნული იოგურტი აქვს, კაკაო, ანუ აი ბევრი ისინი რა, რაც განაყრებს რეალურად და ის ჩვეულებრივი ნამცხვარი კიდე ჭამ და უცებ გშია და ეს დაგანაყრებს უფრო დიდხანს და კალორიას იღებ, რა ვიცი, მე-3-ს. იმიტომ რა ვიცი, ხაპარია პროსტა. ხა TikTok-ს დავდოთ ეს. ევი, გინდა დედამცხვარი? გინდა ჩემო სიყვარულო? დედა შენ იყიდე. მე გავაკეთე. ბაჭერ პატარა მივცე თუ შეჭამს.
და თუ შეჭამს კიდე მივიცე. ხისტენო. ქვემოთაც წაუსვი კრემი ნახეთ ძირზე. აი. იცი. აი პისონი. აი მირთვი ჩემო სიცოცხლე, აუ რა კარგია. ამას მესახლისთვისაც გავაკეთებ ხოლმე დანარჩენებისთვისაც. ამაზე კაი და ჯანსაღი რა უნდა შეჭამონ. ნახე პროსტა რა არის. რა თქვა ეხლა რომ იაფი ჩდება, იაფი არ ჩდება, იმიტომ რომ ხაჭო აქვს. კრემისებრი ხაჭო აქვს, რომელიც არ ღირს იაფი. თეოსი ღირს, თეოსი აქვს, რომელიც ასევე არ ღირს იაფი, მაგრამ პროსტა ზღაპარია. არა ნახეთ ამას ვიძახოდი. რამდენი ხანია უდევს და არც გაუცინჯია, ჩამოუჭერი კიდევაც, მაგრამ მაინც. ნაყიდ ნამცხრებსათანაც ესეა. ან არ შეჭამს, ან მარტო თავს გადააჭამს და всё. ხო და ამიტომ ბევრი არ დაუდე. მოკლედ წავიკითხოთ აბა კომენტარები და დავიწყოთ დღევანდელი დღე ტკბილად. ხათუნა, ჩემს მეუღლეს აქვს ზღვარზე შაქარი. რაღაც მხრივი ჩამოუტანა მეგობარმა თბილისიდან. ძალიან კარგი, არც გემო აქვს ცუდი და ძალიან მოსწონს. ისეთი ცოტა უნდა შარშან კომპოტები მაგით გავაკეთე. დაწერე აბა რა წერია სახელი. რომელი არის და კომპოტებს ბებია ჩემიც აკეთებ და მახსოვს პაპაჩემს დიაბეტი ჰქონდა მაგით, მაგრამ არ მშავდება. შაქარი ხო რა ვიცი იძახიან, ინახავსო და მეც მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე, რავი. დალი ევიტა საყვარელო სულ ბედნიერი გოგო იყავი ლამაზო გეფერები შორიდან ტკბილო დაგლოცა სუფალმა ამინო მადლობა ძვირფასო. ССС не смотрю на тебя и постоянно хочу есть. Так вкусно ты все кушаешь. Ненавижу творог, но смотрю на тебя и мне кажется, что это самое вкусное, что есть на планете. Хочу მეწლების განმავლობაში ისე მძულდა, რომ ვერა გიწერ და საერთოდ არ ჭამდი. მაგრამ ეხლა, როცა არავინ არ მაძალებს და როცა ჩემი ნება ავჭამო თუ არა, დავუჭირე მუღამი, როგორი მომწონს და როგორიც მომწონს, ისეც ჭამ. ნადა ჩემ ბავშვობაში სხვანაირი იყო, რაღაცნაირი გამომხმარი, გამომშრალი, უაზრო და მაგას მაიძულებდნენ, მაძალებდნენ და ვერ ვიტანდი. მერე ახლა ეს უნდა გავისწორო. მერე ახლა ის დიეტებში ეწერა ხოლმე რაღაცა ხაჭო, ესე ცარიელი უყოლაფრო და ვაიმე საბოლოოდ შემძულდა მერე და წლები დამჭირდა იმისთვის, რომ ხაჭოს სიყვარული დამებრუნებინა. კი რა და დამეწყო. ციცი მოგესალმები, ნინი გაჩეჩილები, ძალიან ლამაზები ხართ, როგორ გაგეზარდა და ძალიან გიხდება. ვაიმე ისე მინდოდა, ისე ერთი სული მქონდა, რომ ეს თმა გამზრდოდა, რომ აი ვერ აგიწერ პროსტა რა და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ გამეზარდა. სიმართლე რომ გითხრა. სოფო ნინი ძალიან თბილები ხართ, მადლობა ტკბილო თინათინ მიყვარხარ ნინი უსაყვარლებსები ხართ შენ და მთელი ოჯახი. მადლობა ძვირფასო. ინგა ნინი და ევა საყვარლები ხართ, ძალიან ყოჩაღი ხარ ნინი, მადლობა ძვირფასო. ნათია ჩემი ბიჭო სულკნავის თავის საჭმელი უყრია, მაგრამ მუდმივად გაჩხავ. ვაიმე, ესე იგი რომ გაიზრდება ეს არ იმასაც მე მგონია რომ ბავშვია და იმიტომ ირისკო. ანუ შეიძლება ეს ხასიათის თვისება იყოს. ანუ მე მყავდა რამდენი კატა მყავდა. ერთი ჩემ ბავშვობაში მყავდა კატა, რომელიც ყველაზე დიდხანს 8 წელი მყავდა. სანამ მეზობელმა არ მომიწამლა და არ მომიკლა. ეს მყავდა კატა, მე მყავდა ჩემი კატუსი. ჩემი ოფიციალური კატები ეგენი მყავდა, ასევე დალი იყო, რომელიც შემოგვივარდა სახლში, შვილები გაჩენდა და წავიდა და მაგის კნუტი და არც ერთი კატა არ იყო, აი ეს ჩხავალა რა, რო იყვნენ, რომ აი დადის და ჩხავის, აი რავი, არ მახსოვს რა, ესაა ჩხავალა. ლელა დილა მშვიდობისა ჩემო ლამაზო ბედნიერი წარმატებული დღე, მადლობა საყვარელო.
შორიდან როგორ მიყვარხარ და ისიც მიყვარს კარგი ხასიათზე რომ ხარ მღერი სულფერადი და ლამაზ დღეები ჩემოინი გაკოცე სული ხარეთ და იბედნიერთ მღერიზე იმიტომ გამეცინა რომ ვიფიქრე აბა ჩემს მეზობლებსაც თუ უყვარს ხო რომ შემოვძახებ ხოლმე ირმა ვიღაცამ დაწერა ისაო დროზე ნუ გადაგვაყოლეყო ძველ გოგრის რეცეპტზე მარიამ ნინი ლამაზო კარგად შე როგორ ხარ მომენატრე კარგი გოგო ხარ შენი ვიდეოს ყურება როგორ მიყვარს ყველაფერი მომწონს ხარ ლამაზი გოგო თქმა როგორ გიხდება სოფია როდის მიდიხარ ძალიან სოფიას როდის მიდიხარ ძალიან მიყვარხარო არ ვიცი ძირფასო ეგენი მაგრამ როცა მეცოდინება გაგიზიარებ მე ძალიან მიყვარხართ გილოცავთ ჩიკო გილოცავ ნინი ანდრიას იუბილესო მადლობა ძირფასო ციცი მგონია ნიკნუტობაში ფისოები მეტად უფრო კნავიან და რომ გაიზრდება გადაეჩვა თავისით ეგ ჩხავანა რასაყვარელი აი მეც მაგის იმედი მაქვს რომ ისა გადაეჩვევა რა ვიცი აბა мы будем хуже чем Северная Корея Viber у нас уже полностью заблокирован скоро WhatsApp будет заблокирован в Инстаграме с 1 сентября вроде блокирован нельзя было ничего продавать я просто удалила Инстаграм полностью и все а у вас еще момент აი არ შემილია ამაზე ფიქრი. ნინიკო ჩემო გოგომ გამოანეთ ანდრიას ლოცა მოგვიანებით ჩემთელობაზე საუკეთესო მომავალს უსურვებო. მადლობა ჩემო საყვარელო, ჩემო ძვირფასო ნუში. შენ დედიკო სულს ნათელი და სანთელი ქონოდეს მუდამ. მადლობა ძვირფასო. ლელა როგორ ეჭვიანობენ შენზე? ევიტო სხვა ეჭვიანობს ამათ რომ ეფერები, მაგრამ იმდენად ჭკვიანი და გონიერია, არა მგონია რომ მასე იყოს დიდი გოგოსავით აზრიანი. ეხა ევიტოზე და ცხოველებზე თქვათ 1-2 სიტყვა. ევა არ ეჭვიანობს ამათზე საერთოდ, ანუ ჩემზე და ამათზე საერთოდ ეს ჩოლკა განერებს მიშლის. ცოტახანი ესე რომ იყოს. აი ეს უბრალოდ. ანუ საერთოდ არ ეჭვიანობს ევა ამათზე, უბრალოდ ანუ სულ კატასთან უნდა, სულ მაგათთან უნდა, სულ ეთამაშებოდა ეს თამაში გადასცეს მე ნამეტანში კი არა აწვალებს და რამის კი არ სკენს. ნახე რას გულისხმობ, რომ აი თავს არანებებს რა და ხა ცხოველია თუ რაც არის პირადი სივრცე იმასაც სჭირდება, ხო ეგრეა. ხო და მე ვეუბნებოდი და ცოდვა განები რაღაც და მე მებუტება. და აი ჩხუბობ სულ. აი ეგ პრობლემა აქვს ევას. ეჭვიანობის მომენტი საერთოდ არ აქვს. ანუ იმდენად არის დარწმუნებული ჩემს მის დამეგრძნობებზე თან დიდია. ანუ აი 3 წლის რო იყოს და რაღაცა სხვა არის, მაგრამ უკვე დიდია და ანუ ეგ საერთოდ არ აქვს ეგ განცდა. ესე მგონია რომ ეხა პატარა დედმამიშვილიც რო ყავდეს უკვე ამ ასაკში, იმაზეც არის ეჭვიანებს, იმიტომ რომ უკვე იცი რა აქვს ჩართული ზრუნვა. ანუ ძალიან მიყვარს, როცა თვითონ აი ამ პატარა არსებებზე ზრუნავს, რაღაცას უკეთებს, აი ამ კატასაც წავახან რას მოუტანს, ხან თმას ვარცხნის, ხან საჭმელი მოაქხან, ხო ხდები არა? რა სტილი, ანუ აი გოგოური ზრუნვა აქვს ჩართული რა. ხო და შესაბამისად აი ეგ ეჭვიანობა მაგ დროს უკვე აღარაა, როცა აი ეს დედურქალური სირთვება მომენტი. ხო და ეგ პერიოდია ხეხლა სუსტად. ევიტუნა ტუნას, დედას ტუნას. ხო. ციცინინი შენ და სოფია ასე ერთმანეთის სიყვარულში დიდხანს ბედნიერები ხართ. მიყვარს თქვენი ასეთი სუფთაწრფელი სიყვარული. გემრიელი ტორტები ჩანს, გემრიელად მიირთვით. მადლობა ჩემო სიყვარულო, მე ძალიან მიყვარს, სოფია ძალიან მიყვარს. ანუ თვითონ აი როგორ გითხრა, მე ხო ადრეც თქვი და კიდევ ვიტყვი რომ მე როცა ადამიანი მიყვარს სულ და მიყვარს ის როგორც არის, აი ნაზი,
თანამედროვე ძალიან ძლიერი, თბილი, ტკბილი, კარგი და აი ესეთი გრძნობა მაქვს მისდამი. ანუ აი ჩემში რომ სოფია, ანუ არის ეს გრძნობა, აი ესაც შემოვთვალე რა და ძალიან მიყვარს მე და სულ მეყვარება. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სულ ესე ვიქნებით და გვეყვარება ერთმანეთი. რო გვეყვარება, მაგას შეჭვი არ მიპარება, უბრალოდ ის, რომ ერთი სიცოცხლე გვაქვს და ამ ერთ სიცოცხლეში ჩვენი გზები სულ იკვეთებოდეს რა. აი ეგ. ხო. მაშლის მაინც დავიკელე 4 კილო ნახევარი, ვაიმე ძალიან არ დალიოთ ხალხო, არ დალიოთ, ცუდია კუჭისთვის. ციცი ნინი ჩემო ლამაზო, არა, თუ კაი დოზას ვსვავ კიდე შეიძლება, მაგრამ არ ვიცი. ძალიან ბევრი საფრთხის შემცვლელი შეიძლება იყოს და უბრალოდ პორციები უნდა შეამცირო და ეგაა ყველაზე მთავარი. ციცი ნინი ჩემო ლამაზო, მშვიდობაში ჩექმა ძალიან კარგია ბედნიერებაში და სიხარულში გაგეცვითოს, მადლობა. ტკბილებო და კარგებო, ძალიან მიყვარხართ. Nina, ну ты очень изменилась в лучшую сторону. მადლობა ძვირფასო, დიდი მადლობა. ხო, აბა, წესით ეგრე უნდა იყოს დროში ადამიანი უკეთესობისკენ უნდა იცვლებოდეს, თორე თუ უარესობისკენ იცვლება, ცუდია. მაგათ დავკითხე ყველაფერი. ეხლა მინდა რომ ეს გავისწორო, თორე ნახეთ არც აქეთ არის, არც მიწისა, არც ცისა მოიცა. მოვიტან აქ და გავისწორებ. ესე იგი დამეწყო ხალხო თმის ცვენა, ვამჩნევ უკვე და თმის ცვენა რომ ეწყება. მერე ისა ვიწყებ ხომ ვიტამინების მას, იმიტომ რაც არ უნდა იყოს, როცა დეფიციტში ვართ, გინდა არ გინდა თმის ცვენა იწყება და შესაბამისად რაღაც დროის მერე აი ბარიატრიკებსაც იმიტომ ასმევენ სულ ვიტამინებს, რომ როცა დეფიციტში ხარ და წონაში კლება კიდე არ ხდება თუ დეფიციტში არ ხარ, რაღაცა მაინც აკლდება ორგანიზმს, რაც არ უნდა ჯანსაღად იკვებებოდე, იმიტომ რომ და დაბალანსებულად, იმიტომ რომ დეფიციტში ხარ ყველა ვარიანტში და ვიტამინების მიღება აუცილებელია. და თუ ამჩნევ რომ წონაში იკლებ და თმის ცვენა დაგეწყო, არ შეგეშინდეს უბრალოდ დალია ვიტამინები. ესე ჩემო კარგებო და ტკბილებო. ესეთი მშვენიერი დილა გვაქვს. კოზინაკი. გიყვართ კოზინაკი. ხო, რის გამომზადებას აპირებთ ახალ წელს? ჯერ არ გვისაუბრია წელს მაგ თემაზე. აბა. ეხა აქ იმიტომ ვისწორებ, რომ იქით საწოლი მაგ გასასწორებელი, რა მაგ თქვენთან დასამალი. და ბარე მაგ გავაკეთოთ მეზარება იქით. ეხა ვიდეოს რომ მოვრჩები, ამ ვიდეოს თქვენთვის გავაკეთებ, თორე ეხავე თუ არ გავაკეთე, მე ვეღარ ვაკეთებ ხოლმე. ვეღარ საღამომდე, იმიტომ რომ მე გარეთ უნდა წავიდეთ ის და ამიტომ ვიდეოს გავაკეთებ ეხა თქვენთვის. და მე მე წავალიქ ავალაგებ საწოლს. ესე რა ლამაზია ნახე ეს პატარა ჩოლკა მიხდება ჩემი სახის სტილს.
ხო და გავასწორებ საწოლს, მე ნელ-ნელა მე დავიბიტო გარეთ წავალთ. დღეს საჭმლის გაკეთებას არაფერს არ ვაპირებდი, იმიტომ რომ გუშინ ხო გავაკეთე ის სასწაულებრივი და უგემრიელესი ის ღვიძლი. მაგრამ იკა მითხრა რომ ბორში გამიკეთეო, მინდა ბორშიო და დღეს ბორშს ოღონდ უხორცო გამავსთხილა და ბორშს გავუკეთებ ცოტას უხორცოს იკას. ხო. მოკლედ ეგეთი ამბები. ეს გაცივდეს ახლა. და ჩვენ შევუდგეთ დღევანდელ დღეს. всё, ყველაფერი ერთად გავაკეთეთ დილამშვიდობისა, მიყვარხართ ძალიან. გოცნით გეხოვით და დროებით.